მოგესალმებით ძალისმიერ სპორტის საერთაშორისო გაერთიანების სახელით. პირველ რიგში მადლობას გიხდით მობრძანებისათვის. ჩვენი პრესკონფერენციის დღევანდელი მიზანი არის, რომ წარგიდგინოთ შემდეგი. მიმდინარე წლის 12-დან 18 მაისამდე უკრაინაში ქალაქ ლუცკში ტარდება მსოფლიოს 25-ე საიუბილეო ჩემპიონატი ძალისმიერ სპორტში. რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული ნაკრები ქალთა კაცთა შორის და ასევე 18 წლამდე ნაკრებიც. ნაკრების გამგზავრება მოხდება 12 მაისს, უკან დაუბრუნდებით 20 მაისს. წარმოგიდგენთ ნაკრები გუნდის წევრებს. რა თქმა უნდა, ყველა ამჟამად არ იმყოფება აქვს, მაგრამ იმყოფებიან ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენები ჩვენი ფედერაციის, ჩვენი გაერთიანების. პირველს წარმოგიდგენთ ერთადერთ ქართველ ქალ ძალისმიერ სპორტსმენს, ეს არის ვალიტა გორილჩანიკი, რომელიც მოემგზავრება საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით. ვაჟთა გუნდს წარმოადგენს, პირველ რიგში ჩვენი სპორტსმენები გიორგი ბეროშვილი, გიორგი გოგოლიძე, ჭაბუკა ჭიღლაძე, ელგუჯა კობერიძე, ცხოვრებაშვილი ირაკლი, მეც რა თქმა უნდა, შემდეგ დავით გულუა, ლევან გორგოძე, აკაკი ჯგუბურია, აკაკი შენგელია, ირაკლი ჭანტურია, ამირან დოღონაძე, ჯიმშერ ჭელიძე, ზურაბ ჩხეტიანი, ვასილ ასლანიშვილი, მიხეილ ბოდაველი, ავთანდილ ახვლედიანი. 18 წლამდე ნაკრების წევრები არიან. ვანო ანდიაშვილი, შოთა კავლილაშვილი, კახა ჩაჩანიძე, აკაკი ჩხვიმიანი, ლევან ბალახაძე. მე გახლავართ ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების პრეზიდენტი ირაკლი ცხოვრებაშვილი. ჩვენი ორგანიზაციაში გაერთიანებულია 7 ქვეყანა: საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა, თურქეთი, ბელორუსია, ირანი, რუსეთი და 8 ძალისმიერი სპორტი. ძალისმიერი სამჭიდი, წოლჭიმი, ხალხური წოლჭიმი, ამოწევა, ორმაგი წოლჭიმი, armlifting-ი, გირი სპორტი, ბიცეპსზე წონის აწევა და ძალისმიერი ორჭიდი. საქართველოს წარმომადგენლობის საქართველოში გაერთიანების წარმომადგენელი არის ქეთევან ცხოვრებაშვილი, ჩემი და, რომელიც წარუდგება ყველა იურიდიულ საკითხებს და ნებისმიერ ინფორმაციას ჩემს არ ყოფნაში შეგიძლიათ მიმართოთ მას. შეჯიბრის მიმდინარეობის დროს თუ გექნებათ სურვილი რომ ჩავერთოთ Skype კონფერენციაში ამაში, მოგაწვით სულ ინფორმაციას, როგორ დაგუკავშირდეთ და სად დაგუკავშირდეთ. ქეთი ვიზიტკები მიეცით თუ რომია. ძალისმიერი სპორტის 18 წლამდე ნაკრების გუნდი დააფინანსა ლიბერტი ბანკმა, რისთვისაც უხდით მადლობას. ასევე მხარდაჭერა გაგვიწია თბილისის მერიამ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა და აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროს სპორტის სამსახურმა. ყველას უხდით დიდ მადლობას. თუ რამე კითხვები გაქვთ? ჩვენი სპორტსმენები დღესდღეობით ვინც აქ იმყოფებიან და კიდევ ვინც არ აყავს, ვერ მოვიდნენ ფიზიკურად რეგიონებში ცხოვრობენ. ჩვენ დავიწყებ გიორგი ჭაბუკა, ჭაბუკა არის პირველად გადის საქართველოს ტერიტორიების გარეთ, მაგრამ გიორგი არის სოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ძალოსანი, ეს დაწუნებით შემიძლია ვთქვა, არა მარტო მე, არამედ ჩვენს ფედერაციაში, სხვა ფედერაციებშიც აღიარებული სპორტსმენია. გიორგიზე, ასევე გიორგი გოგოლიძე, რომელიც ბოლოში არის განთავსებული, ის არის ევროპის წარსული 2014 წლის ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი, მასაც საკმაოდ კი არა ოქროს მედალზე ნაკლებზე არ ვფიქრობთ, მაგრამ ღმერთის წყალობით რა მოხდება არ ვიცით, მაგრამ იმედები გვაქვს. ასევე ჭაბუკაც არის ძალიან ძლიერი სპორტსმენი, რომელსაც შედეგები საკმაოდ დიდი აქვს, იმედი გვაქვს რომ ოქროს გარეშე არ ჩამოვა. ვალიტა არის ორგზის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონი, უკვე მას საკმაოდ დიდი პრაქტიკა აქვს, ვალიტაზეც დიდი იმედები გვაქვს. გუჯაჭ კობერიძე მეორეჯერ გადის საქართველოს სახელით, უკვე საქართველოს საზღვარგარეთ, პირველად იყო წასული საუნივერსიტეტო მარათონზე, სადაც 4 ოქროს медаლი მოიპოვა. იმედი გვაქვს, რომ გუჯაც კარგ შედეგს დადებს. ასევე ყავს კიდე ბევრი, ის მიხედვით მე ამოვიკითხე, რამოდენიმე კაცის გარდა
რამოდენიმე 4 კაცი ყავს, რომელიც პირველად გადიან საქართველოდან, მაგრამ დანარჩენები ყველა არის ტიტულოვანი. ყველა შეიძლება არ იყოს მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის, მაგრამ პრიზორები და საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები არიან თითქმის ყველა. ახალგაზრდა ნაკრებს რაც შეეხება, მხოლოდ ერთი არის შოთა კავლილაშვილი, უკვე არის ოქროს მედალოსანი, რომელსაც 2015 წლის 15 თებერვალს მოიგო ხარკოვში მარათონი რკინის და დანარჩენები ყველა არის შეიძლება თქვას ახალბედები. ქალბატონი ერთი ყავს, სამწუხაროდ ყავს ჩვენ კიდე სპორტსმენები, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, დაფინანსებას ინდივიდუალურად ვეძებთ. ფაქტიურად ყველა სპორტსმენისთვის ცალ-ცალკე ვეძებთ და როგორც მომავალში იმედია უკეთესად გვექნება საქმე და უფრო მეც წავიყვანთ თუ არა სპორტსმენები როგორ არ ყავს, სპორტსმენები ყავს. ვალიდად ფაქტიურად თავის ხარჯებით მოდის და ფედერაცია ვერ ეხმარება ვერანაირად. კაცრავთ, რამდენი ხანია შექმნილი თქვენი ორგანიზაცია და რა შედეგები გაქვთ მოპოვებული ამ ხნის განმავლობაში? ფედერაცია ჯერ ჩვენ დარეგისტრირებული ვიყავით 2013 წლის 7 მაისს დავრეგისტრირეთ როგორც საქართველოს ძალისმენების სპორტის ფედერაცია. შემდეგ 2014 წლის 25 იანვარს, დეკემბერს, უბრალოდ ჩვენ უკვე მივიღეთ საერთაშორისო მასშტაბი, ვინაიდან, სხვადასხვა ფედერაციებმა, სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოგთავაზეს გაერთიანება და საერთაშორისო მასშტაბით მუშაობა. 2015-დან მუშაობთ უკვე საერთაშორისო მასშტაბით. შედეგებს რაც შეეხება წელიწად და 10 თვეში ჩვენ საქართველოს მოუტანეთ ევროპის ჩემპიონატი და თასიდან, აზიის ჩემპიონატი თასიდან და სოფლიოს ჩემპიონატი თასიდან მოუტანეთ 46 ოქროს სულ. რა თქმა უნდა, პროფესიონალებში არა, ბავშვებშიც, მოზარდებშიც, პროფესიონალებშიც და ვეტერანებშიც. საერთოდ 46 მედალი გვაქვს მოუტანილი და 17 ბრინჯაო და 5 ვერცხლი. ეს შედეგი გვაქვს დღესდღეობით. ყავს, რა თქმა უნდა, გიორგი ჩვენი სახელით ჯერ არ გასულა, რა თქმა უნდა, ჩვენი ფედერაციის სახელით, ძალისმენების სპორტში 7 სახეობაა და სხვა სახეობებში რეკორდებიც აქვს სოფლიო და ევროპის, მაგრამ უბრალოდ ჩვენს ვერსიაში ჯერჯერობით არ აქვს. რა თქმა უნდა, ახლა უკვე იქნება, მაგრამ გიორგი გოგოლიძეს აქვს 2 ევროპის რეკორდი, გივი მარგველაშვილს აქვს 2 ევროპის რეკორდი, 1 ევროპის რეკორდი მეც მაქვს. კიდევ ის აქვს, აღარ მახსოვს. მესამე ნიკა ჩახაია, რომელიც ამჟამად ვერ მოემგზავრება, ვინაიდან დაფინანსება მაგისტრის ვერ ვნახეთ, 17 წლამდე აქვს გაკეთებული ევროპის 3 რეკორდი ამოწევაში, ჩაჯდომში და სამჭიდში. შედეგები გვაქვს. როგორ ვთქვათ? პირდაპირ. მე გადავიდე. всё. გივია მაგო. Давай, Гео. რამდენიმე დღის უკან დამთავრდა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც აქ წარმოდგენილი სპორტსმენები ვიღებდით მონაწილეობას და რადგანაც ვიცოდით, რომ უკვე სოფლიო თასის ეს გათამაშება მოდიოდა, გავაგზავნეთ მზადება, რა თქმა უნდა, უფრო უკეთეს ფორმაში შევდივართ, სოფლიო უფრო მეტი ტიტულოვანია და რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი შედეგები გავაკეთოთ და გავაუმჯობესოთ როგორც ჩვენი შედეგები საკუთარი, ასევე იქ წარმოდგენილი რეკორდები.